მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი სავარაუდოდ 21 მარტს იქნება ინიცირებული. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა კამპანიის ეს შენქეხება მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა რიგ საკითხებზე შეთანხმება მოახერხეს, თუმცა არის საკითხები, რომელზეც იურიდიული კომიტეტი არასამთავრობო სექტორს არ თანხმდება. პავლე კუბლაშვილის თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი სავარაუდოდ ხვალ უკვე მზად იქნება, ხოლო 4 შაბათის ბიუროს ხდომაზე მისი ინიცირება მოხდება. არასამთავრობოებსა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და პროცესი პოზიტიურად შეაფასა. ძალიან კარგია, რომ ამ პროცესის განმავლობაში მოხერხდა პოზიციების შეჯერება და ძალიან დაახლოება. თუმცა არ შემიძლია აქვე არ გამოთქვა ჩემი მსუბუქი გაგვირვებაც იმ ძალიან არაადეკვატური შეფასებების გამო, რომელიც ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოვისმინეთ წინაპირაში ამ პროცესის. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ახლო მომავალში დარწმუნდებიან საკუთარი შეფასებების არაადეკვატურობაში. ჩვენ საბოლოო ფორმულირებებზე შევთანხმდით. ბუნებრივია კანონის მიზანი რჩება უცვლელი, ბუნებრივია კანონის მიზანი კვლავ იქნება გამჭვირვალეობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, კვლავ იქნება სანქციები, რა თქმა უნდა, ამ კანონის მოთხოვნების დარღვევებისათვის. შეიცვალა ფორმულირებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არსი რჩება იგივე. რაიმე კითხვის ნიშნები არც საზოგადოებაში, არც არასამთავრობო სექტორში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში აღარ უნდა დარჩეს და არ რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი შეიძლება იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის. ამ კანონის გამოყენება შესაძლებელი იქნება ერთ-ერთი მიზნით. ეს არის პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალეობა. ძალიან ბევრ ამის მივახციეთ. 26 სექტემბრი მომუქლი ახლა სულ სხვა რედაქციით არის და იქ კონკრეტულად არის განსაზღვრული, ვინ ითვლება ეგრეთ წოდებულ დაკავშირებულ პირად პოლიტიკურ პარტიასთან და ვინ არა. დაკავშირებულ პირებად ითვლებიან ისინი, რომლებსაც კონკრეტული საარჩევნო მიზნები აქვთ და ამ მიმართულებით ხარჯავენ ფულს. თუ შენ გამოხატავ რაღაც მოუწოდებ ხარდასაჭერათან საწინააღმდეგოდ რომელიმე პარტიისა, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ გავრცელდეს პირზე, ფიზიკურზე თუ იურიდიულზე რაიმე კონკრეტული შეზღუდვები. მეორე ის, რომ თქვათ რომელიმე ადამიანი, თქვათ თუ იგივე თქვათ ახორციელებს პარტიის საქმიანობას, თუნდაც ამისთვის ხარჯავს ფულს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პირი ფიზიკური თქვათ ვერ აიღებს კრედიტს, ან იმ ორგანიზაციას, რომლის სახელითაც ის ახორციელებს, ის ვერ აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას. ანუ ყველაფერი მიდის იმასთან, რომ თუ ადამიანი ან იურიდიული პირი ხარჯავს ფულს პარტიის მიზნებისთვის და ან და განცხადებულადაც აკეთებს ამას, ამ შემთხვევაში მასზე დაწესდება შეზღუდვები მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც პარტიის ინტერესებს და პარტიის მიზნებს ხმარდება. ორი ძირითადი თემა არის, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, ეს ერთ-ერთი ეხება სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ამორჩევის მოსყიდვისთვის, როდესაც მიღება ხდება, მაგრამ გაუმჯობესდა მუხლის ჩანაწერი და შესაბამისად ის საფრთხები, რაც ბევრად უფრო დიდი დოზით არსებობდა, შემცირდება და ასევე მეორე თემა არის 500.000-იანი ლიმიტი, რომელიც მთლიანად არ იქნება ამოღებული, მაგრამ ასევე ეს რეგულირებაც გაუმჯობესდა და უსაფრთხოდ დაჯარიმება და პასუხისმგებლობის დაკისრება არ მოხდება პირებზე. რამდენადაც ეს არის ამ კანონპროექტთან წარმოდგენილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა დიდწილად გაიზიარა ის შეთავაზებები, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ერთი საკითხი ასეთი იყო, რომ იცით, რომ კანონში იყო ჩანაწერი, რომ პირებს არ აქვთ უფლება გადარიცხონ თანხა, თუ მათი შემოსავლები ერთი წყაროდან არის და ამ პირების მიერ ჯამურად გადარიცხული თანხა 500.000 აღემატება. 500.000 ზედაზღვარი დარჩა. ოღონდ ძალიან კაფეოდ გაიწერა, რომ თუ კი ადამიანმა გადარიცხა თანხა და მან არ იცოდა, რომ ამ ლიმიტს გადააჭარბა, მასზე ჯარიმა არ იქნება დაწესებული, ისე როგორც პარტიაზე არ იქნება ჯარიმა დაწესებული.